პირდაპირ ეთერშია ქრონიკა ცხლის ნახევარზე ახალ ამბებს ოფიცერცოძე გაგაცნობთ. არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ნასამართლეობა ეხსნებათ. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. საქართველოს მთავრობამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი დაამტკიცა, რომელიც 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ევროპული სტანდარტებისა და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მისი მთავარი სიახლე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის მართლმსაჯულების სპეციალიზირებული ინსტიტუტის შექმნა. მარიამ სოლოყაშვილი გიამბობთ. არასრულწლოვანთა ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ. რასაც სახელმწიფოებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტი ავალდებულებს. ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელ აღსრულებისა და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს. კოდექსის თანახმად, როდესაც ის შევა ძალაში, საქართველოს ეყოლებიან სპეციალიზირებული მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები, სოციალური მუშაკები, ვინც ბავშვთა სისხლის სამართლებრივ საკითხებში იქნებიან სპეციალიზირებული და იქნებიან პროფესიონალები. უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრა. სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებაში უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულების და მედიაციის, აგრეთვე განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის როგორც სასჯელის ფორმის გამოყენება არასრულწლოვანთა მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ზომა 10-15 წლით განისაზღვრება. ამ კოდექსით შემოდის ისეთი სამართლებრივი თანამედროვე ტერმინები და ცნებები, როგორიც არის უკიდურესი ზომის სახით პატიმრობა ბავშვისთვის 14-18 წლამდე ასაკის, აგრეთვე ინდივიდუალური მიდგომა არასრულწლოვანისადმი, რათა მისი მომავალი ბედი იყოს სისხლის სამართლის პროცესში გამსაზღვრელი და ის, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, სახელმწიფო მიზრუნოს იმაზე, რომ რეციდივისტად არ ჩამოყალიბდეს. ახალი კოდექსის მიხედვით ბრალის წარდგენიდან წინა სასამართლოს ხდომამდე ბავშვისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება. ნასამართლობის მოხსნა კი სასჯელის მოხდისთანავე მოხდება. თუმცა თუ ადრე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში მიიღება. კანონში აღნიშნული სახისრულებას დადებითად აფასებენ იურისტებიც. მათი განმარტებით სიახლე ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი და წინ გადადგმული ნაბიჯია არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისათვის. ეს მოქმედებს იმაზე, რომ არის რესოციალიზაცია რომ მოხდეს ამ ადამიანების, მეტი შანსი მიეცეს, იმიტომ რომ დღევანდელი მდგომარეობაში და საერთოდ ზოგადად საზოგადოებაში ნასამართლობის ქონა ძალიან ცუდია, ხო? სულ უბრალოდ სამსახურს ვერ იშოვით, ჯერი სადაც რთულია სამსახური შოვნა და მით უმეტეს ის მიზეზი, რომ შენ ხარ ნასამართლები, უკვე ძალიან დიდ ბარიერს ქმნის. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი. ცვლილება, რომელიც მთავრობამ განიხილა და შემდგომ იუსტიციის სამინისტრომ დაამტკიცა, ასევე შეეხო პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადების შემცირებასაც. ცვლილების თანახმად ის 9-დან 6 თვემდე შემცირდა. დღეს იაღლუჯის ფერდობზე 800 მმ-იან მაგისტრალურ წყალსადენზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩამდგედ მარეგულირებელი ურდულის დაზიანების შედეგად წყალმომარაგება შეეზღუდა მე-6, მე-7, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებში მცხოვრებ აბონენტებს. რთული რელიეფური მდგომარეობის გამო აღდგენითი სამუშაოები დღეს გვიანობამდე გრძელდებოდა. ამ დროისთვის აღნიშნულ მიკრორაიონებს სასმელი წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდებათ. კომპანია რუსთავის წყალი ბოდიშს უხდის წყალმომარაგების შეზღუდვისთვის საკუთარ აბონენტებს. იაღლუჯის რეზერვუარიდან გამოვა 800 მმ-იან ილზე დაზიარდა ურდული, გასკდა ურდული, რომლის შეცვლაც ახლა მიმდინარეობს, თქვენ ხედავთ აქ, აი რა პირობებში ამინდიც არ გვიწყობს ხელს. ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც დღეიდან 1 დოლარი შეძენა 2 ლარად და 19 თეთრად იქნა შესაძლებელი. რუსთავის სავალუტო ჯიხურებში დღეს საღამოს 6 საათამდე მომხმარებელს 1 დოლარი შეძენა, მართლაც რომ 2 ლარად და 19 თეთრად შეაძლო, მოგვიანებით კი 1 დოლარის ყიდვა უკვე 2 ლარად და 20 თეთრად იყო შესაძლებელი. მცირედით მართლა გამყარდა ლარი. და რა ვიცი, მეც ვიქონიებთ, რომ კიდე დაიკლებს, კიდე გამყარდება და დოლარის კურსი დაიწევს კიდე.
ხო 219 218 219 ყიდვა გაყიდა შორის 1 ლარია სხვაობა. გარდამდის მეგობრობის ცენტრში პროექტის სახელწოდებით ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის მიერ 3 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია მოეწყო. პროექტი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის, გაეროს ასოციაციისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული. საქართველოს 13 ქალაქში, ფაქტიურად მთელ საქართველოში შეიძლება ითქვას, უამრავი ადამიანი, უამრავი მოზარდი იყო ჩართული, რომლებიც ეუფლებოდნენ გარკვეულ ტექნიკებს, რომელსაც უერთარდებოდათ გარკვეული უნარჩვევები იმისთვის, რომ მომავალში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიონ, გახდნენ აქტიური მოქალაქეები, იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იქნებიან სამაგალითოები ნებისმიერი პირისთვის ჩვენს ქვეყანაში. Წარვადგინეთ ვრცელი ინფორმაცია ამ 3 წლის განმავლობაში გაკეთებული ღონისძიებების შესახებ. ყველაზე აქტიურმა ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი, რომ თვითონ გადაიხადათ მადლობა ამ პროექტისთვის და მოკლედ ეთქვათ ინფორმაცია თუ რაში მიიღეს მონაწილეობა ამ 3 წლის განმავლობაში. ესეთ თემებთან დაკავშირებით მაქვს გარკვეული ინფორმაცია, როგორც არის ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ტოლერანტობა და ასე შემდეგ. და კიდე ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ საქართველოში 13 ქალაქში ყველა კუთხეში მყავს ძალიან ბევრი ახლობელი ამ პროექტის მეშვეობით და ამ პროექტის წყალობით. პროექტის სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში რუსთავის საჯარო სკოლებში შეხვედრები გრძელდება. ამჯერად მორიგი შეხვედრა 22-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. რუსთავის მერის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი სკოლის თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და მაღალი კლასის მოსწავლეებს შეხვდა. მოსწავლეებმა სტუმრებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხი. გვინდა რომ ვთქვათ თვითმმართველობა იყოს მაქსიმალურად განვითარებული, შესაბამისად მათ ჰქონდეთ მეტი სამართლებრივი ცოდნა და ამის საფუძველზე ჩვენ შემდეგ ვთქვათ დავგეგმოთ ასევე საქალაქო ღონისძიებები და დღეს ჩვენ ვართ ერთ-ერთ მსხვილ სკოლაში, სადაც ასევე დიდი ტრადიციები იყო ოდითგანვე მასწავლებლებს შორის და სწავლების. ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს, როცა ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები სახელმწიფოებრივ საქმეებში, იმიტომ რომ თვითმმართველობებს ქმნიან სკოლაშიც და მე რასაც ვხედავ, ასევე პარლამენტშიც, მე ვფიქრობ, რომ ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი ცოდნა, ვიდრე შეიძლება წიგნიდან აიღოს. ასე რომ ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს ამ საკითხის მიმართ უფრო გაიღრმავონ თავისი ცოდნა. ვისაუბრეთ სახელმწიფოების წყობაზე და სამართალზე. მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გვაძლევს დიდ გამოცდილებას და ცოდნას. ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება თუ უფრო ხშირად ჩავატარებთ ასეთ შეხვედრებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს საღამოს 6 საათზე დასრულდა. რეგისტრაციის დასრულებამდე მომავალი სტუდენტები ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალს ირჩევდნენ, ასევე უთითებდნენ ქალაქს და ენას, რომელზეც მათ გამოცდის ჩაბარება სურდათ. დღეს ასევე დასრულდა საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციაც. დღეს დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის სტუდენტთა საგრანტო და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ვებგვერდზე. მოსწავლეები, რომლებიც დარეგისტრირდნენ ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე, საგამოცდო ბარათებს მიიღებენ სკოლებში, ხოლო აბიტურიენტები იმ საგამოცდო ქალაქში, სადაც მიანიშნეს ელექტრონულად რეგისტრაციის დროს ბარათების მიღების ადგილი. მეექვსე საჯარო სკოლის ინიციატივით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მაღალი კლასის მოსწავლეების მიერ გადაღებული დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების პრემიერა გაიმართა. ჩვენება განათლების სამინისტროს პროგრამის მომავალი თაობის ფარგლებში მოხდა. ღონისძიებას ქვემოქართლის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად რუსთავის მერის განათლების განყოფილების ხელმძღვანელიც ესწრებოდა. პროექტის მიზანია ჩამოყალიბდნენ მოსწავლეები, როგორც აქტიური მოქალაქეები, მათ შეძლონ თავიანთ თემში, საცხოვრებელ ადგილში, რაიონში პრობლემების მოძებნა და შემდეგ ამ პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა. ეს ფილმი მიზნად ისახავს ჭყონდიდის დასახლებაში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას. და გვინდა რომ ჭყონდიდის დასახლებაში ეკოლოგიური პირობები უფრო კარგი იყოს და არ იყოს ისეთი როგორც არის დღესდღეობით. ჭყონდიდის დასახლებაში მათ ჩაატარეს გამოკითხვა, გადაიღეს დოკუმენტური ფილმი და ვფიქრობ, ეს სამაგალითო იქნება სხვა მოსწავლეთა თვითმმართველობებისთვის.
მეფელომი ამ სახელწოდების სპექტაკლის პრემიერა გაიმართა დღეს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში. მიუზიკლი დისნეის ამავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით არის დადგმული. სპექტაკლი ერთმოქმედებიანია. პრემიერას დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორი ესწრებოდა. პაატა ხიზანაშვილმა სპექტაკლი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ რუსთავის თეატრი აქტიურად ჩაერთვება რეგიონალურ ფესტივალებში, რომელიც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში გასტროლს გულისხმობს. შევხვდი ხელმძღვანელობასაც სპექტაკლის დაწყების წინ და მოვილაპარაკეთ, რომ ჯერ ქვემო ქართლის თეატრალური ფესტივალი ჩავატაროთ, ანუ ჩართულობა იქნება ესეთი, რომ რუსთავის თეატრი იქნება გასტროლებზე ბოლნისში, მარნეულში, ისევე როგორც ბოლნისის თეატრი ჩამოვა და აქ ჩაატარებს სპექტაკლებს და ასეთი გასულები იქნება ყველა რაიონებში, რომ უფრო სიცხორცეულად, უფრო ესეთი ნაყოფიერი გავხადოთ საერთოდ ხელოვნებასთან და თეატრალური ცხოვრება ქვემო ქართლის. განსაზღვრულია სპექტაკლი ყველა ასაკის მაყურებლისთვის. სპექტაკლში ზედმიწევნით კარგად არის გამოყოფილი სამშობლოსადმი სიყვარული, ადამიანებისადმი სიყვარული და გატანა, მეგობრობის თემა ძალიან კარგად არის წამოწეული და მე ვიმედოვნებ ბევრი საკითხი, რომელიც დღეს ჩვენს ხალხს და ახალგაზრდობას აწუხებს, აქ დაინახავს. მოსწავლეთა ფორუმის ორგანიზებით დღეს რუსთაველ კალათბურთელებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა სპორტსმენებისგან ყველა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები. კალათბურთელებმა მოსწავლეებთან ქალაქში კალათბურთისა და ზოგადად სპორტის პოპულარიზაციაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც ახალგაზრდული ფორუმის წარმომადგენლებმა განმარტეს, ისინი აქტიურად გეგმავენ მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვას, რადგან უფრო მეტი ჩართულობა და კომუნიკაცია არსებობდეს ქალაქში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა მიზნად ისახავს დამწყები კალათბურთელების უნარჩვევების გაზრდას, წარმატებისკენ მისწრაფის რაღაც რჩევებს მისცემენ კალათბურთელები მათ და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ მათი მომავალი იყოს კარგი, წარმატებული. რუსთავის საკალათბურთო კლუბი შევხვდით რუსთავის ახალგაზრდობას, რათა გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. დავანახოთ, რომ შრომა არის პირველი ყველაფერში აბსოლუტურად. და მივესალმები ასეთ შეხვედრებს. რუსთაველი მოჭიდავეების წარმატება რუსთაველმა სპორტსმენებმა პეტრე ჯიოშვილის სახელობის ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. როგორც რუსთაველი მოჭიდავეების მწვრთნელმა რეზო მაღრაძემ განმარტა, ბიჭების წარმატება მართლაც მოსალოდნელი იყო და ის მოხარულია, რომ მათ საუკეთესო შედეგები წარმოადგინეს რუსთავი. ამ ეტაპზე სპორტსმენები თბილისში გასამართ ტურნირისთვის ემზადებიან. რუსთაველმა მოჭიდავეებმა კარგი შედეგი აჩვენეს. 5 ჩემპიონი გაგვიხდა და 15 პრიზიორი. მოჭიდავე 20 წონის კატეგორიაში ჩავატარე 4 შეხვედრა და დავიკავე პირველი ადგილი. მე მინდა მოვაში ძიბზე კიდევ პირველზე გავიდე. არ გამჭიროებია პირველი ადგილის აღება, იმიტომ რომ ჩემ წონაში ყოველთვის ცოტა ხალხი არის სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს ჩემ წონაში ბევრი ხალხი როცა იქნება, უფრო მეტ წარმატებას მივაღწევ. საქართველოში ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება. ვიზიტის მიზანი ნატოს საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის შეფასებაა. შედეგად ნატოს ექსპერტები კონკრეტულ მოთხოვნებს განსაზღვრავენ. შემფასებელთა ჯგუფს ნორვეგიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები ქვემო ქართლში ვაზიანის სამხედრო ბაზასა და ეროვნულ სასწავლო ცენტრს ეწევიან. ნატოს შეფასების შედეგად განისაზღვრება კონკრეტული მოთხოვნები და გაიწერება დეტალური ღონისძიებები პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. სურს აქვე აღნიშნო, რომ საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება წარმოადგენს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ამბიციურ ინიციატივას. ცენტრის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების წვრთნა და შეფასება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პროკურატურა და სასჯელახსრულების სამინისტრო განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების უკანონოდ გასაჯაროებისთვის 1000 ლარით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გაუფრთხილებლობით მესამე პირისთვის მონაცემების გამჟღავნების გამო 500 ლარით დააჯარება. ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წლიური საქმიანობის პრეზენტაციისას გახდა ცნობილი. აპარატმა 13 ორგანიზაცია შეამოწმა, მათ შორის 6 კერძო და 7 საჯარო უწყება.
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა პრემიერ-მინისტრმა. დღევანდელი არჩევნები მისი მთავრობისთვის შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს, ვინაიდან მას საკმაოდ ძლიერი კონკურენტი მემარცხენე ალიანსი უპირისპირდება. სწორედ აღნიშნული პარტია გამოდის პალესტინელებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ინიციატივით და აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული დასახლების მშენებლობას ეწინააღმდეგება. ეგვიპტის სასამართლომ ორგანიზაცია მუსლიმთა საძმოს სულიერ ლიდერს სიკვდილი მიუსაჯა. მართლმსაჯულების გადაწყვეტილებით სიკვდილით დასჯიან ორგანიზაციის კიდევ 13 ლიდერს. მუსლიმთა საძმოს ლიდერებს 2 წლის წინ მუჰამედ მურსის პრეზიდენტობის დროს მჯდომარე აქციის ძალადობრივ დარბევაში ქალოსის პროვოცირებასა და პოლიციასა და არმიის წინააღმდეგ თავდასხმების ორგანიზებაში ედებათ ბრალი. გერმანიის კანცლერის განცხადებით, გერმანია და მისი მოკავშირეები ვერ დამშვიდებიან, ვიდრე ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება. ამის შესახებ კანცლერმა უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პეტრო პოროშენკომ თავის მხრივ განაცხადა, რომ 19 მარტის სამედზე ევროპელი ლიდერებისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციას ელოდება, მისი თქმით, მოსკოვთან მიმართებაში აუცილებელია ახალი სანქციების შემოღება. ახლა კი მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს გავეცნოთ და გავიგოთ, როგორი ამინდის პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი, თეთრი წყაროში +12 იქნება, დღე +4 ღამით. თბილისში +9 იქნება, დღისით ღამით კი -1 გრადუსი, ბოლნისში +15 იქნება, დღისით +4 ღამით. მარნეულში +15 გრადუსამდე გათბება, დღე +6 იქნება, ღამით თბილისში +15, დღისით +5 კი ღამით. გარდაბაში +16 იქნება, დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით რუსთავში კი 16 გრადუსი დაფიქსირდება, დღე ღამით +6. ქრონიკა 9-ის ნახევარზე დასრულებულია, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.